სამშვიდობისა საქართველოს სიამოვნებით მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი G, My Video G, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია, დავიწყეთ ახალი სამუშაო დღე და კვირა. შესაბამისად, გვაინტერესებს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და ვინ თუ არა ის უნდა გითხრას ქვეყნის როგორც ეძახიან მას ნომერმა პირველმა ასტროლოგმა მიხეილ წაგარელმა. დილა მშვიდობისა ბატონო მიხეილ. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით ბედნიერი დილა, დღე, კვირა, მინდა ყველას გისურვოთ უპირელი სკოლისა დადებითი განწყობა, ეს მნიშვნელოვანია. და ახლა იმ შესახებ რა მოვლენები გვაქვს ჩვენ წინ და ამას მივაქციოთ ყურადღება აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოვლენებია. პირველი დავიწყოთ იმით, რომ დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში. ეს გაგრძელდება დაახლოებით 26 ივნისამდე. ეს რას ნიშნავს? კოსმიური შტორმია გამოცხადებული სამყაროში. 4 საომარი პლანეტარული ომია ახლა გამოცხადებული. ანუ ებრძვის რატო გვეომებია დამიხვა? არა, ერთმანეთს ეომებია. მარსი ერთ-ერთი ომის პლანეტა, ებრძვის მოულოდნელობების პლანეტა ურანს, ხოლო იუპიტერი გამორჩევის პლანეტა, ებრძვის პლანეტა სატურნს, დამჯელ პლანეტას. ამიტომ ეს მათი საბრძოლო ვითარებიდან გაუმნარე ენერგია მოდის დედამიწაზე. გინდა, არ გინდა, ის ჩვენზეც ახდენს გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას, ხო? ამიტომაც მივაქციოთ ყურადღება, დედამიწის თან უარყოფით ენერგოველი ნიშნავს იმას, რომ ურთიერთ გაგება მცირდება, სამაგეროდ ემოციური ფონი გაღიზიანება მატულობს ადამიანებში. ამიტომ არ აყვეთ თუნებებს, არ აყვეთ პროვოკაციებს, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. 26 რიცხვამდე მაინც ყველას თქვა ამას, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა პრობლემები გქონდეს სხვადასხვა ადამიანს. ზოგ შეიძლება გქონდეს ბიუროკრატიული პრობლემები, ზოგ შეიძლება გქონდეს კონფლიქტები, ზოგ შეიძლება გქონდეს რაღაც საქმეებში რაღაც სირთულეები და ვერ გაიგოს რა შეა საქმე, კარგად უნდა წასულიყო და რატო არ მიდის კარგად და შემდგომ, ხო? ამიტომ სხვადასხვა სახის ესეთი ხელისშემშელი ფაქტორების ტენდენცია მაღალია. ამის გარდა მოდი ავნიშნოთ, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი 3 დღესედიზე დღეს რა ხდება ორშაბათი დღეა. დღეს მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა გადადის 26 რიცხვამდე, ისევ ივნისისა კერჩხიბის ზოდიაქოში. ეს რას ნიშნავს? ეგ თითოეულ ჩვენთაგანში გაზრდიერდება კერჩხიბისეული გონებრივი მენტალური ენერგიები და თვისებები, ანუ კონკრეტულად გაუმჯობესდება ფოტოგრაფიული მეხსიერება. გაუმჯობესდება დახვეწილი იუმორისადმი მიდრეკილება და მისი გაგების უნარი ადამიანებში. გაზრდიერდება ინტუიცია. გაზრდიერდება მაგალითად ლტოლვა ისეთ თვისებებისადმი, როგორც არის ოჯახი. მაგალითად ტრადიციები, წესჩვეულებები, აუშვათ საერთო ურთიერთობასთან ურთიერთობის გაუმჯობესების ტენდენციები, საგვარეულო საკითხებში ჩახედვა, სამშობლოს პატრიოტიზმი და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი კარგია, უდავოდ, მაგრამ რა აქვს ახლა ნეგატიური ამას? რას უგველია კერჩხებში გადასვლა გვამცნობს იმას, რომ ამავდროულად ყვილებისადმი მიდრეკილება მოიმატებს ზოგიერთ ადამიანში. ზოგიერთში იქნება შინაგანი შიშები, ფობიები და შინაგანი კომპლექსები. აი, ზოგჯერ მანიაკალურად ცუდი აზრების აკვიატება. აი ამ ტენდენციებს მივაქციოთ ყურადღება, რომ არ ავყვეთ აი ამ უარყოფით ტენდენციებს დადებითი მაქსიმალურად გამოავლინოთ. ეს დღეს რაც ხდება. ხვალ რა მოხდება? ხვალ კიდევ მნიშვნელოვანი დღეა ძალიან. მოდი ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ისტორიული, იმ კუთხით, რომ 12 წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი მოვლენა. ანუ გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ტოვებს ტყუპების ზოდიაქოს ერთწლიანი, ასე ვთქვათ, მოგზაურობის შემდგომ ტყუპების ეტლში და გადადის უკვე კერჩხების ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კერჩხებებო მოემზადეთ თქვენთვის იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი. ოღონდ ამას თქვენ უფრო იგზავთ 26 ივნისის შემდგომ. ჯერ ვერა, თორე ჯერ ენერგოტონუსი თქვენი დაბალია. შესაბამისად ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ კერჩხები ისევ აღნიშნოთ რა არის სამშობლო და ეს არის ოჯახი. ანუ ვინც ნებისმიერ ნიშანს ეხება ეს არ მარტო კერჩხებს. ერთი კერჩხები იქნება ყველაზე წარმატებული, ყველაზე დიდი შანსები აქვს ამ ნიშანს უახლოეს 1 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. და რა სითხოს ჩვენგან იუპიტერის გადასვლა კერჩხებში? მაქსიმალური დრო ყურადღება. ოჯახს საუკეთესო დროა ოჯახის შექმნისთვის, სტაბილიზაციისა და ჰარმონიზაციისთვის, ოჯახთან, ნათესავებთან ურთიერთობებისათვის, ოჯახური ტრადიციების დაცვა, წესჩვეულებები, საგვარეულო ხაზის პატივისცემა, წინაპრების გახსენება, იგივე სალოცავებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა და ემიგრანტებსაც თხოვთ, შემოკარგებო თუ დაუშვათ, ცუდად გახდით და ნავად გახდით და შემდგომ, თუნდაც 3 დღით ჩამოდით სამშობლოში. 3 დღეში ფეხზე დადგები და გადასავართ იქ რომ ცლიან ტრანსფორმაცია მოხდება თქვენი ენერგიისა. ეს იუპიტერი ამდენი ხანი რჩება ახლა? 1 წელი. 1 წლით გადადის და ამიტომ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ეს არის სამშობლოს დრო.
ანუ ეხლა როცა იუპიტერი გადავამშვილდოს, მაშინ მე ყველას ვეთქვით, ეხლა 1 წელი და 14 უცხოეთს. მაგრამ ეხლა 1 წელი მაქსიმალურად და 14 სამშობლოს ოჯახს, ტრადიციებს, წესჩვეულებებს, მეტად დაერტანეთ ინტუიციას, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ. აი ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 10-დან გვაქვს. და მოდი ავუშვოთ ასევე ზეგ, რა ხდება 4 შაბათს 11-ში. აქ ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა. ანუ მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ხდება მშვილდოსანი ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე. ზეგ რის ჯგუფში შედის ღვიძლი, ნავლის ბუშტი, მენჯბარზაყის ძვალი, საზარდული, ფილტვების სასუნთქის სისტემა, ბრონქები. ზეგი მაქსიმალურად გავუფრთხილდით ამ ზონებს, რომ აქან არ გაცივდეთ და რაიმე სახის პრობლემები არ შეიქმნას. ჯობია რომ 4 შაბათს თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ოპერაციები არ გავაკეთოთ. ეს ერთი და მეორე 4 შაბათს არაფერი ახალი. არავით არის ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, მათი უმრავლესობა არ წავა ისე როგორც თქვენს გსურთ. ამიტომ 4 შაბათი ჯობია შემოქმედებითად გავიაროთ სასიონრებთან ურთიერთობა, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. აქ 4 შაბათს რადგან სავსემთვარე ეს ნიშნავს უზარმაზარ ენერგია მოდის კოსმოსიდან დედამიწაზე. ამიტომ ბევრი ვერ უძლებს ამ ენერგიას და ზოგი გადადის ჯირითზე მანქანით, ზოგი გადადის საქმეთა გარჩევაში, ზოგს გაახსენდება რომ ვიღაცას ვალი აქვს მოსაცემი წავა ისევ აყვება მე პროვოკაციებს და კონფლიქტებში შევა და ასე შემდგომ. ამიტომ ეს არის ცოტა პროვოკაციული, კონფლიქტური, აგრესიული დღე. 4 შაბათი გავიაროთ, ამიტომ 7-დან. და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ავუშვით, რომ დედამიწა ორგანიზმო ველშია, მე ყველას ვთხოვ, ახლა მაქსიმალურად ყურადღება დავუთმეთ ჯანმრთელობას, ურთიერთობების შენარჩუნებას, არავით არის გამოქონები და მზად იყავით წინააღმდეგობისთვის. სამყარო ახლა გვიქმნის კოსმიურ გამოცდებს ყველაფერზე. აი ეს რაც მაგალითად ადრე არც აქცევდით ყველა, ეხლა შეიძლება იყოს გამღიზიანებელი თქვენთვის და ცოტა ეცადეთ რომ 7-და წყნარად გადაწყვიტოთ ეს საკითხები, არა კონფლიქტი და აგრესია. ეხლა რაც შეეხება უკვე შაბათ-კვირა, მოდით ესე ვთქვა, თავისუფალი გრაფიკით გაიარეთ. ნუ რაფერ წინ და წინ უნდა გეკავთ. თვითონ შეიძლება სხვანაირად წარმართოს და ამიტომ რაც უფრო თავისუფალი იმპროვიზაციით გაივლით, მით უფრო კმაყოფილი იქნებით შაბათ-კვირით. ეხლა რაც შეეხება უკვე ზოგად ასტროლოგიურ ცალკეულ ნიშნებს, მათ პროგნოზს, რადგან დედამიწა ორგანიზმში შევიდა, ზეგი 26 რიცხვამდე ყველა სჭირდება გარკვეული სიფრთხილე წინდახედულობა და რა არის ხელისშემშელი ფაქტორი, მაგალითად ვერძისთვის. ვერძი ჯანს ახლა არ უჩივის. აქტიური ენერგიული ინიციატივიანი უშარია, მებრძოლია, ლიდერია, ხელმძღვანელია, მოდი ასე ვთქვა, შრომისუნარიანობაც კარგი აქვს, მაგრამ მოჭარბებული ენერგია ხშირად სახიფათო ხდება. თუ მას არასწორად გამოიყენებ და აი სწორედ ვერც აქ ეს ხიფათი რომ შეიჭრას სხვის ტერიტორიას. რომ მაგალითად სხვისი უფლებები დაარღვიოს. რომ გამოამბოს ეგოიზმი, ეს დიქტატორი ვერც. სიჯუტე, დიქტატორული ტენდენციები, რაც გამოიწვევს საფასქო რეაქციებს, კამათს, კონფლიქტებს და ასე შემდგომ. ამავდროულად აქ კარგი შანსები იდეების რეალიზაციის კუთხით, საინტერესო ადამიანის გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა. კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად მისი მოტყუების ცდილობაც მოემართებს. ყველა ინფორმაცია გადაამოწმოს. ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს, სანამ არ დაეჩქარება. უნდა უცებ მოაწეროს, ხო და შესაძლოა შეიძლება დაუშვას იქ გაიპაროს და ამ მნიშვნელოვანი რაღაც ნაწილი. ამიტომ ყველაფერს გადახედეთ ზედმიწევნით, ნუ ჩქარობთ და ნუენდობით ვიღაცის დაპირებებს და სიტყვებს. ყველაფერი გადაამოწმეთ. თუ გინდათ რომ წარმატებული იყოთ ამ პერიოდში. რაც შეეხება კუროს, ერგოტონუსი დაბალია კუროს. ამიტომ ესე იგი რა ჭირდება მას? მეტი გამოძინება, ცოტა მეტი დასვენება, იმიტომ რომ დაღლილობის ტენდენცია უკვე იჩენს თავს. აქედან გამომდინარე, მოდი ავუშვოთ, რომ კუროს თან შეიძლება კონდეს პრობლემები სახლში, მაგალითად რა სახის. იგივე დავუშვათ, თუნდაც მას შეიძლება დაჭირდეს სახლში ცვლილებების შეტანა. არა მარტო სარემონტო კუთხით, არამედ შეიძლება საერთოდ ადგილსაყოფელი ბინა შეცვალოს. იძულებული გახდეს სხვადასხვა მიზეზების გამოც კი შეიძლება მოხდეს მეზობლების. არა, სხვა შეიძლება. ზოგისთვის მეზობელი იყოს, ზოგისთვის შეიძლება კიდე სხვა რაღაცა იყოს, ხო? მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ზოგს აი უბანი არ მოეწონოს და რაღაც, რა ვიცი, ხო 1000 რაღაც სართული არ მოეწონოს და შემო, ხო? მაგრამ აი ესეთი ცვლილებების მომენტი კუროს უდაოდ ეკდება აქ. ეხლა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება სახლში იყოს გარკვეული ავარიული სიტუაცია, მაგათ გაფუძნდეს სანტექნიკა, გაფუძნდეს ელექტროტექნიკა, ამას უნდა დამატებითი ხარჯი და ამიტომ მე კუროებს ვთხოვ ახლა. ზედმეტ ხარჯს მოერიდონ, იმიტომ რომ წელსაც განსაზღვრული ხარჯი მაინც იქნება. ამიტომ ზედმეტი ხარჯი რაღაცა იქ უაზრო საყიდლებზე ახლა ამისგან თავი შეიკავონ. იმოქმედონ პრინციპით 7 ჯერ გაზო მერთხელ გაჭერი, ფრთხილად წინ დახედულად, ეს იქნება გაცილებით უკეთესი, თუმცა ვიმეორებ შეიძლება ადრეული საქმეებიდან გარკვეული პატრიოტული დივიდენდებით შემოვიდეს. ოღონდ ეს
მაინც ჯობია ახლა არ ჩადოთ რაღაც კაპიტალში 1-2 კვირა 26-მდე მაინც. არამედ გამოიყენოთ იმ ყოველდღიურ აუცილებლობაზე, რომელიც აქ აუცილებლად წამოიწევს წინა პლანზე. და გაუთხილდეთ მაინც საკუთარ ჯანმრთელობას. რაც შეეხება ტყუპებს, ხა ერთის მხრივ ყველაზე კარგი პერიოდი აქვს, ვარსკვლავური დრო აქვს, ხომ? ძეჯერ კიდევ ტყუპების ზოდიაქოს შესნიშანი, აქტიური, ენერგიული, გონებამახვილი, კომუნიკაბილურია, საინტერესო იდეები აქვს, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი რით არის ცუდი, როცა დედამიწა გადადის უარყოფითი და 4 მნიშვნელოვანი პლანეტა ომს იწყებს ერთმანეთთან. აი ამით არის ცუდი, რომ კარგ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც გარკვეულწილად დახსასწრებს. ამ შემთხვევაში ტყუპებში რა არის? შიდა შინაგანი შიშები, ფობიები, რაც არ ახასიათებს. და ახლა შეიძლება ქვეცნობიერი შიშები გაჩნდეს. ერთი, მეორე, შეიძლება იგრძნოს, რომ სხვადასხვა სახის ზეწოლის წინაშე დგება მშობლების მხრიდან და ხელმძღვანელთა მხრიდან. რაც მას ძალიან აღიზიანებს, იმიტომ რომ გრძნობს, რომ ამით იკვეცება მისი თავისუფლება, რაც შეიძლება ძალიან საპროტესტო ემოციური გამოხდომა ჰქონდეს. ამის გარდა აქ უყაერათობა, იმპულსურობა, სულსწრაფობა მატულობს, რაც ასე უქმნის შეცდომების დაშვების ტენდენციებს და გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდი, რომელსაც შესაძლებელია ზოგიერთი იდეა ვერ განხორციელდეს, თუნდაც სულსწრაფობის ნიადაგზე. ამიტომ იყოს იმოქმედოს პრინციპით 7 ჯერ გაზომერთხელ გაჭერის შანსები ძალიან კარგია, ოღონდ აი ეს ნეგატიური ტენდენციები გაითვალისწინოს, არ იჩქაროს და ცოტა ენას გვილი დააჭიროს. უკვე საიდუმლო დაიწყოს, იმიტომ რომ იუპიტერი გადადის საიდუმლო ნიშანში, გამარჯვების პლანეტა, ანუ კერჩხებში, რაც უკვე ყველას განითხოვს, ასევე ცოტა მეტად საკუთარი საიდუმლო შენარჩუნებას. ეხლა კერჩხებს რა შეეხება? კერჩხებებო, ცოტა მოითმინეთ, იმიტომ რომ თქვენი ძირითადი წარმატება დაიწყება უკვე 26 ივნისიდან, როცა უკვე ზედს გადავა თქვენ ზოდიაქოში, გამარჯვების პლანეტებით არის დახვდება და აი მერე დაგეწყებათ ვარსკვლავური დრო. მაგრამ იქამდე თქვენ ახლა გადიხართ კოსმიურ გამოცდებს. ეს არის დაბადების წინა პერიოდი, როცა იმუნიტეტი გაქვთ ყველას დაბალი, ამიტომ აუცილებლად გამოაძინეთ თავი, იმიტომ რომ გამოუძიმებლობის შემთხვევაში შეცდომებს ადვილად დავუშვებთ. ფარუმტრებს არ ძინავთ, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები თქვენ საწინააღმდეგო ძალიან გააქტიურებულია. ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, ზედმეტი არაფერი არ ელაპარაკოთ, თუმცა გარკვეული პოზიტიური შანსები არის. მაგალითად შეიძლება დავუშვათ რაღაც ძველი საქმეები დაასრულოთ, ყოველდღიური საქმეები სწორად წარმართოთ, ან მოლაპარაკება აწარმოოთ და საკმაოდ კარგიც იქნება ეს. ანუ ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება იქნება წარმატებული, მაგრამ ახალ საქმეს ნუ დავიწყებთ, სარისკო მოქმედებებთან ვიყოთ ცოტა ფრთხილად, მოდი ასე ვთქვათ, არ არის ახლა ამის დრო და ზედმეტი კაპიტალ დაბანდება არა, ფულს გავფრთხილდეთ. 26 რიცხვიდან თქვენ დაგეწყებოთ უკვე სულ სხვა პერიოდი. ამიტომ მოითმინეთ ეს პერიოდი, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და უკვე 26-ისთან უკვე შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წარმატებების მიღწევა. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, ლომებო, ენერგოტონუს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული ლიდერია, ხელმძღვანელია, ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს, ოღონდ გათვალისწინებით წყალქვეშა დინებებისა. რა არის ეს წყალქვეშა დინება? უცხო ადამიანებთან იყავით ფრთხილად. აქ შეიძლება მოგეტმასოთ ესეთი უცხო ადამიანი, რომელიც იგრძნობს, რომ შეიძლება რაღაცაში გამოგიყენოთ. თქვენი ფული გამოიყენოს, თქვენ შეიძლება თქვენი კავშირები და ასე შემდგომ და ეს მერე დასრულდება კონფლიქტებით, უსიამოვნებით და ფინანსური დანაკარგებით. ამიტომ ჯობია ამ პერიოდში საერთოდ კოლექტიური ძალისხმევა ნაკლებ პერსპექტიული იქნება. ჯობია ინდივიდუალურ საქმეებზე გადაერთოთ, მაშინ უფრო მეტად წარმატებული იქნები და უცხო ადამიანებისგან იყავით ცოტა შორს, ვინც არ არის მაინდამაინც ნდობით აღჭურვილი. რაც შეეხება ქალწულებს, ცოტა ნევროზული სიტუაციები ემატება ამ ნიშანს, ემოციური გაღიზიანება მატულობს, იმუნიტეტი ეცემა, ამიტომ შედარებით ადვილად იღლება, ქალწულებო დაასვენეთ საკუთარი თავი ორგანიზმი, პროვოკაციებს არ აყვეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. აი შეიძლება სწორედ ასთა სხვადასხვაობის გამო დაიძაბოს სიტუაცია. თუ თქვენ აქ გაჯიუტდით და გარკვეული დათმობის ელემენტი ვერ წარმოაჩინეთ, შეიძლება ამან ძალიან ცუდი დაღი დაასვას თქვენ შემდგომ პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებას. ამიტომ ტაქტი, თავდაჭერა, მოთმინება და ყოველდღიურ საქმეებზე გადასვლა. ეს იქნება გასწავლებით უკეთესი, ვიდრე აქ რაღაც საქმეების გარჩევა და დაძაბულობის შექმნა, რომელთა ალბათობა ისეც მაღალია, იმიტომ რომ სხვა ადამიანების მხრიდან თქვენი პროვოცირების ცდელობა იქნება საკმაოდ მაღალი. და მაქსიმალურად ჯობია აქ მოთმინება. სასწორს რაც შეეხება ჯანს არ უჩივის, ენერგიული, აქტიური, ენერგიულებთან ერთად კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, ერთის მხრივ ვიტყვის კაცი, რომ ძალიან კარგია და შესაძლებლობები ძალიან კარგია. კი ბატონო, არის უდაოდ, შეიძლება რაღაცა სიკეთო ცვლილებებით შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აქ უკვე სხვათა ზეწოლის წინ დგებით. და ეს ხაჭურის როგორც სასწორები, ასევე ტყუპები იგრძნობენ, რომ მაგალითად სხვათა მხრიდან მათი თავისუფლების შეკვეცის ტენდენცია მატულობს. რაც შეიძლება
რაღაც პროტესტი განაცხადოთ და ორივეს რაჭოს ასევე ეთყუპებდა სასწორს. ცოტა შეიძლება გამოვიდნენ უპასუხისმგებლობა იმ საქმისადმი, რაც მათ დაავალეს. ამან შეიძლება გააღიზიანოს სხვა ადამიანები და ამან შეიძლება გამოიწვიოს კამათი, კონფლიქტი ან დაპირისპირება. აი ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით და კიდევ უცხოელებთან ურთიერთობა ეხა სასურველი არ არის უახლოესი 2 კვირა. მაინც რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება ან უცხოელმა მოგატყუოთ ერთი ან მეორე დავუშვათ აეროპორტში ბარგი დაიკარგოთ. ან თუ მithumetes თქვენი საჭესთან ხარ, შეიძლება მანქანა გაგვიძდეს. ან სხვა სახის სირთულეები წარმოიქმნას, რაც წინ და წინ შეიძლება ვერ განსაზღვროთ. ამან შეიძლება ცოტა ასე ვთქვათ ის ეფექტი არ მოგცეთ წარმატებისა, რასაც ხედავდებით უცხოეთთან მიმართებაში. ამიტომ ეხლა ხანგრძლივი მოგზაურობები ეს უცხოელებთან აქტიური კონტაქტები არა. ძიებია რომ ამისგან ცოტა თავი შევიკავოთ. თუ ახლა რაღაც ტურისტული დასვენება, ეს კიდე შეიძლება. ოღონდ იქაც გარკვეული სიფრთხილის გათვალისწინებით. მორე ასჭირდება ყურადღება რატო? იმიტომ რომ ემოციური გაღიზიანება მას მაღალი აქვს. ამის გარდა, ესე იგი, თუ აქ რაღაც პარტიული თანამშრომლობა და ერთობლივი ფინანსები აქვს ჩადებული, აუცილებლად მიაქცევს ყურადღება იმ ფინანსებისადმი პარტნიორის დამოკიდებლობას. იმიტომ რომ შეიძლება ადგილი გქონდეს არასწორ ხარჯვას, რაც მერე გამოიწვევს თქვენ შორის კონფლიქტებს. პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება დასრულდეს ძალიან ცუდად ამის შედეგად. ამიტომ ვეცადოთ რომ ვიყოთ ყურადღებით ზედმეტი ეჩვიანობა, ზედმეტი სარკაზმი, ზედმეტი პირდაპირობა თქვენი მხრიდან სიჯუტესთან ერთად მოგცემს ძალიან ცუდ შედეგებს. სახლია თუ სამსახური ამ თვისებებისგან ან განთავისუფლდით, ან აკონტროლეთ, რომ ამას არ მოყვეს მერე დაძაბულობა და არასასვლელი კონფლიქტები, რადგან იმუნიტეტი დაბალია. უჯობესია რომ აქ ცოტა დაასვენოთ საკუთარი თავი ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. შულოსაც რაც შეეხება წარმატების ფაქტორი მაღალია, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. ამიტომ ოპტიმიზმიც აქვს, გონებამახვილობა, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი აქვს შანსი რაღაც გარკვეული სასკეთო ცვლილებების, ოღონდ ჩვენ მაინც ახლა ვამახვილებთ ძირითად ყურადღებას უარყოფით ხელისშემშელ ფაქტორებს, ზოგადად რამის უარყოფთ ერთგულშია. და რა არის ხელისშემშელი ფაქტორი მისთვის უპირველეს ყოვლისა, ეს არის პარტნიორული კონფლიქტების მაღალი ალბათობა. გამოწვეული რით თქვენი მხრიდან იმპულსურობით, დაუფიქრებელი მოქმედებებით და სულსწრაფობით, რის გამოც შეიძლება შესაბამისად დაუშვათ ან აწყენოთ პარტნიორს. და ვერც კი მიხვდეთ, რომ ეს აწყენეთ თქვენ რეალურად თქვენი მოქმედებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაძაბულობა და უფრო მეტიც პარტნიორული დაშორებაც კი. ამიტომ ამ ხრივ ვიყავით ცოტა უფრო ფრთხილი და ტაქტიანი. რაც შეეხება თხის სქემს, გაუფრთხილდით განსაკუთრებით შვილებს, მათთან ურთიერთობებს და სასწავლო პარტნიორულ ურთიერთობებს. აი გაქვთ მაღალი დაძაბულობის ტენდენცია, კონფლიქტების ტენდენცია. სხვა სახის სირთულეები მეტად წარმოიქმნება, რომ ერგოტონუსი დაბალია, ეხმლიანობა ხა დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური. ამიტომ ნუ გადაიღლებით ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ნუ აიღებთ. სარისკო მოქმედებებს მაქსიმალურად მოერიდეთ. კონკურსებში, ლოტარიებში ხა მონაწილეობის მიღება მაინც არ იქნება თქვენთვის სასურველი და ამისგანაც ჯობია თავი შევიკავოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ კარგი ურთიერთობები შევინარჩუნოთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. სადაც თქვენი სიჯუტის და პირდაპირობის და სიხისტის გამო შეიძლება ურთიერთობა საგრძნობლად დაიწყოს. რაც ნეგატიურ დახს დაასვას თქვენს კარიერულ წინსვლას. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო ენერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით. ეს ნიშნავს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, გონებამახვილი ერთიმეორის საუკეთესო იდეები აქვს. საერთოდ აქ შანსები იმისა, რომ ფინანსურადაც წარმატებული იყოს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ნეგატიურ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება. რა შედის ნეგატიურ ტენდენციებში? კონფლიქტების მაღალი ალბათობა, როგორც შვილებთან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან. აქ მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებს. და კიდევ ერთი რამ, ფინანსების კუთხით იყავით ყურადღებით. აი ეს უკვე საერთოდ ისება აქვს მერწყულს და მორიელს. ზოგიერთი პარტნიორი ეცდება, რომ თქვენი ფინანსები გამოიყენოს დაუშვათ იმისთვის, რაც მას უნდა. ან ისეთ საქმეს ჩაგადებინოთ, რაც მერე იქნება წამგებიანი. ამიტომ ნუ გარისკავთ ფინანსური კუთხით ამ პერიოდში, რომ ფინანსური დანაკარგების წინაშე არ აღმოჩნდეთ. და ყოველდღიური აუცილებლობა კი, მაგრამ ეხლა რაღაცა მსხვილი ბიზნეს პროექტები, რაღაც საეჭვო აი ამისგან იყავით ცოტა შორს, იმიტომ რომ ხა თქვენში ფანტაზიები გაღვიებულია და ეს ზოგიერთი ვაი პარტნიორი ამ თქვენს ფანტაზიებს გამოიყენებს ძალიან ცუდად და სუტყვილად ჩაგადებინებთ ფულს არაფრის მომცემ პროექტებში, რაც მერე თქვენზეც ნეგატიურად იმოქმედებს. რაც შეეხება თევზებს აქვს ესეც საინტერესო რამ ამ კვირაში. მეტად ურჩევნია ყოფნა სამსახურში და არა სახლში. რატო? იმიტომ რომ სახლში პრობლემები მეტია.
შეიძლება დაეძაბოს ურთიერთობა ნათესავებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, შეიძლება სახლში იყოს რაღაც პრობლემები, მათ შორის სანტექნიკის, ელექტროტექნიკის გაკეთების აუცილებლობა, ან სხვა სახის გადასანანიერო თევზები არ არიან სამსახურში. თევზებს მე ახლა ვთხოვ, რომ ყველას მაგივრად. არ დაიწყონ ახლა სახლის რეკონსტრუქცია და სამშენებლო და სარემონტო საქმიანობა, რატო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, უახლოეს ამ პერიოდში ფასები რადიკალურად შეიცვლება. ამიტომ დღეს რაც ღირს სამშენებლო მასალა ხვალ შეიძლება სხვა ფასი იყოს და ამიტომ გაძვირდება თუ გაძვირდება და გაიყიდებიან თევზები დაწყებული საქმე შეიძლება ვერ მიიყვანონ ბოლომდე. აი რა შეასაგვი მე ნერვები მოიშლება ამაზე. ამიტომ ამას თავი დაანებონ სამაგიეროდ სამსახურში ყველაფერი გარეთვიდის. იდეების პროექტების რეალიზაცია, ავტორიტეტის ზრდა, მათ შორის ხელმძღვანელებთან მიმართებაში, კოლეგებთან მიმართებაში. ამიტომ ეცდება რომ ამას გრძნობს რა ინტუიციად ეცდება რომ მეტი დრო გაატაროს სამსახურში რაც მეტი გაცილებით უკეთესად გამოდის ვიდრე სახლში სადაც დაძაბულობა და პრობლემების ტენდენცია მაღალია. ამიტომ არ გაიკვირდეთ თუ ამდენგვარი ტენდენციების წინაშე აღმოჩნდით. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის შესახებ. მე გისურვებ მოქმედებას პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია და წარმატებულ კვირას. კი ბატონო, დარწმუნებულება რომ ჩვენი მსვენელი და მაყურებელი გამოიყენებს ამ ინფორმაციას მთელი კვირისთვის, იმისთვის რომ შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ კი ამ ფორმატში ჩემო ძვირფასებო კვლავ შევხვდებით მომდევნო ორ შაბათს. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დროებით დაგემშვიდობთ.